9 სექტემბერს აღმოსავლეთ უკრაინის ერთ-ერთ სოფელში რუსული პლანირებადი ბომბი იმ დროს ჩამოვარდა, როდესაც ხალხი ღია ცის ქვეშ ყოველთვიური პენსიის ასაღებად რიგში იდგა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით აფეთქების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. ხელისუფლების ინფორმაციით დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაში აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 11 საათზე მოხდა. სოფელი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. დონეცკის რეგიონის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა განაცხადა, რომ დაღუპულთაგან 23 პენსიონერი იყო. რუსეთის იერიშის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში ისაუბრა. რუსებმა ზუსტად იცოდნენ, სად მიჰქონდათ იერიში. მათი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც პენსიას იღებდნენ. როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, დაღუპულია 24 ადამიანი. უსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს. ასევე დაშავდა 19 პირი. მათ შესაბამის დახმარებას უწევენ. ეს რუსების ერთ-ერთი შეტევაა. ისინი ყოველდღიურად ესხმიან თავს უკრაინელებს, ჩვენს ხალხს, ჩვენს სახელმწიფოს. როგორც არ უნდა შეხედო, იაროვში რუსების მიერ უკრაინელების დახოცვა დანაშაულია. ასეთ შემთხვევებში არ აქვს მნიშვნელობა დაყოფას დასავლეთად, აღმოსავლეთად, ლიბერალურ დემოკრატიად ან სხვად. ცხადია, რომ ეს მკვლელობაა. ყველამ, ვინც თქვა, რომ ომი უნდა დასრულებულიყო, უნდა უპასუხოს ამას. ჩინეთმა, ინდოეთმა, ლათინურმა ამერიკამ, იაპონიამ, ევროპამ, არაბულმა ქვეყნებმა, შეერთებულმა შტატებმა თუ ნებისმიერმა სხვამ. დონეცკის რეგიონული პოლიციის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ხეები, რომლებიც შუაზეა გაპობილი, ასევე სოფლის მოედანზე წარმოქმნილი ღრმული, სადაც ბომბი ჩამოვარდა. ცხედრები დროებით მოწყობილ მორგში გადაასვენეს. ეს არის რუსების მიერ უახლესი თავდასხმა მშვიდობიან მოქალაქეებზე. გაეროში აცხადებენ, რომ 3 წლის განმავლობაში მიმდინარე ომში 12,000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ბოლო თვეებში ამერიკის ხელმძღვანელობით სამშვიდობო ძალისხმევის წარუმატებლობის გამო რუსეთმა გააძლიერა უკრაინაზე საჰაერო იერიშები. როგორც ცნობილია, 7 სექტემბერს რუსეთმა კიევს დრონებითა და რაკეტებით შეუტია. ეს ომის დაწყების შემდეგ დედაქალაქზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა იყო.